მოგესალმებით მეგობრებო, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. მე გახლავართ ნინია და დღეს შემოვედი თქვენი უმრავლესობის თხოვნით, რა ბუმერანგი მიუვიდათ უკან და რა დაეწიათ ბუმერანგი ჩემს და თქვენს მტრებს, რა საკითხში და როგორ. ახლა რო იყო 21-ში პალნალუნია, სავსე მთვარეობა, აი ამის მერე რა მიიღეს, რაც თვითონ აკეთებენ, ანუ რა, ან განაახლეს თუ ძველია, აბა ვნახოთ რა იქნება. აქ ვარიანტებით გავაკეთებ მე ორ ვარიანტს, ხო? და ვნახოთ რას გვეტყვის სამყარო. პირველი ვარიანტი. Opa! თვითონ ვერხოვნაე ჟრიცას, ვინც ესე იგი გადაკიდებულია თქვენზე, თქვენი საქმიანობის შურს, თქვენი წარმატების შურს, შეიძლება სამსახურში, შეიძლება თანამშრომლებმა შეუყვეთ ეს მიხვდით ხო, აქ არის კონკრეტულად შეკვეთილი მაგია, აი წყალი რო არ გაუვა ისეთი და ეხლა პალნალუნიაზე 21 ოქტომბერში იმუშავეს, მიხვდით ხო, ანუ ეხლა ვნახავთ დაამატეს თუ განახლებულია. აბა ვნახოთ. კი, უბარაქობაზე კი არა და კონკრეტულად სიღარიბეზე. რომ ერთი და იგივე მორევში იტრიალოთ, რომ ვერ გამოხვიდეთ სიტუაციიდან, აი ეს გააკეთეს და რა თქმა უნდა, აი ამ პრაქტიკანტს, მოდი ესე ვიტყვი, ბუმერანგი დაეწია, მიუბრუნდა, თვითონ აღარ ექნება შემოსავალი, თვითონ დაკარგავს კლიენტურას, თავისი საქმიანობა ტალღოვანი გახდება და წინააღმდეგობებს გადაეყრება, გაკვირვებული დარჩება, რომ სწორედ მივდიოდი უკვე ოქროს თევზი მეჭირა ხელში, ბოლოში ვიყავი გასული, დარწმუნებული და ეს რა მოხდა, ბოლთას სცემს, ბოლთას მიხვდით ხო, ექნება ფინანსური სრული კრახი, სრული სიღარიბე, თავის მომავალსაც უკვე გადაუკეტეს ზემო ინსტანციების ძალებმა, გადაუკეტეს, ესე იგი, ბალანსი დაუკარგეს, დააკარგინეს ყველაფერში, გზები გადაუკეტეს, მოკლედ ამ ვერხოვნაე ჟრიცას, ამ შემსრულებელს, პრაქტიკანტს. შეიძლება თქვენმა თანამშრომლებმა შეუკვეთეს, მეზობლებმა, ნათესაობამ, ვითომ მეგობრებმა ბრჭყალებში, ხო ხდებით არა? ესე იგი, ვეღარ გაიგებს საიდან რა მოხდა, ისეთი წინააღმდეგობებს შეუქმნის სამყარო, აი ძალიან სერიოზულ კრახს განიცდის, უკვე განიცდის. აბა ვნახოთ კიდე პირველი ვარიანტი, რა ბუმერანგი მიუვიდა დაეწია თქვენს მტერს, სიყვარულთან დაკავშირებული ურთიერთობები, ესე იგი ამას ბევრი ურთიერთობებში აქვს ჩარეული, კი, ბევრი წყვილი ყავს, ანუ გარღვეული, გაგლეჯილი ერთმანეთისგან, ბევრი გაციებები, წაჩხუბებები აქვს გაკეთებული აი ამ ქალბატონს თვითონ. ანუ როგორ არის, იცით, ან მოსწავლეებიც ყავს, მოსწავლეებიც და ან ვინმე ეხმარება, არ არსებობს, მარტო არ არის, მიხვდით ხო? უფრო რატომაც მოსწავლეებს მეუბნებიან, ან ერთად ზიან და ერთად სწავლობენ რაღაცეებს. მამაკაცი ამოდის კიდე მასთან ერთად, შორიდან ამას რაღაცა დახმარება ქონდა, შეიძლება შეკვეთები ქონდა, ტყუილა არ ამოვიდო და ეტყობა, ვინც უყურებს ახლა თუნდაც ერთი, მისთვის ეს ინფორმაცია უნდა გაიგოს, იმიტომ რომ აქ კონკრეტულად სხვა ქვეყნებზეა ლაპარაკი, აი ქვეყნებს შორის დაშორებაზე ალაპარაკი და ფინანსებთან დაკავშირებით, ესე იგი, რომ ეგონა რომ ყველაფერი შეიძლება მამაკაცმაც შეუკვეთა, შეიძლება მამაკაცზეა გაკეთებული შეკვეთა თქვენს გარღვევაზე, მიხვდით ხო? და ის რაც აი ისევ ამოვიდა, ტყუილად გამოვიდა, მაგისი ნამუშევარი არ შესრულდება არანაირ სიტუაციაში, არ შესრულდება.
ნუ ილუზიებში იმყოფება, მარტო არ არის იმპერატორთან ერთად ამოდის, შეიძლება თქვენმა ყოფილმა თქვენ ყოფილმა შეუყვეთ ესეც შეიძლება გათამაშდეს, შეიძლება კი არა თამაშდება, ამ ყოფილიდან ვიღაცა ქალი შეიძლება მონათესავია, ან როგორც აი პადრუგას რო ეძახიან ხოლმე ეგეთი ქალბატონი ამოვიდა მამაკაცთან ერთად, ან შეიძლება ეს მამაკაცი გვერდში ეხლაც ყავთ, მაგრამ როგორი აიცი ორატორობა უყვარს, ან პარლამენტშია, ან ადვოკატია, ან აი ბრძანებლის ტონი აქვს, აი ეჭვიანი მამაკაცია, მაღალი უნდა იყოს ბევრ ვარიანტში, აი უყვარს რომ თავისი სიტყვები სრულდება, თავისას აკეთებდა და აი ეს ყველაფერი შეიძლება პოლიციაშიც მუშაობს, ეს ყველაფერი ხო, აი ეს კონტროლი მიდის თქვენზე, აი ეს ბუმერანგი უბრუნდება რა, რაც წაიკითხეს თქვენზე და რაც გააკეთეს და დღესდღეობით ბევრ ვარიანტზეც კეთდება ისევ, ესე იგი რო ეგონათ რომ ახალი საქმე დაიწყეს, ნუ რას უკაცრავად, ანუ ესე იგი ეს ყვავილები თასებში გადაექცათ გველეშაპებად, მიხვდით ხო? გველეშაპებად გადაექცათ. ძალიან კარგი. ეს მამაკაცი კიდე იბრძვის. ნუ შეიძლება წყვილშიც არის, აქ ოჯახშიც ამბობენ, რომ ოჯახის მონათესავე ქმრის მხრიდან შეიძლება ცოტა წლოვანი კაცია, მაგრამ შეიძლება ამ საქმით არის დაკავებული, არ გამოვრიცხავ და კიდე მეუბნებიან, რომ ბავშვებს აი ეს პიროვნება ისე იფიცებს, როგორც არაფერი, აი ტყუილზეც კი იფიცებს შვილებს, შვილიშვილსაც მეუბნებიან ზოგ ვარიანტში. მოკლედ აი როგორ იცით, აი ბავშვებს იყენებენ დაცვად, ბავშვები დაიყენეს წინ დაცვად უყურეთ და მერე ამოდის იმპერატორი და მერე ამოდის ისევ მაგია, ჩორნა კნიშკები, ჩორნა როტები და ასე შემდეგ. აი ეს ბუმერანგი ყველაფერი სამწუხაროდ თავიანთ შვილებს მიუბრუნდებათ. ნუ ოჯახში სრული გაუგებრობა, სრული კრახი, ფინანსებს დაკარგავენ, სამსახურს დაკარგავენ, აუჯანყდებიან, ესე იგი ეს ქალი თქვენი მტრევი მამაკაცი და ქალბატონი თუ იყვნენ, ესე იგი ცალ-ცალკე ან ერთად ესე აღწერ შემომტანები ხო, მაგრამ თქვენი ენერგეტიკებით, თქვენი პინტაკლებით, თქვენი რესურსებით, თქვენი ენერგოვამპირობით რო წოვენ აი ამ ენერგიას ხო, ეხლა შეგქონდათ აი ეს ყველაფერი ხო, ეს სიუხვე თქვენ ხარჯებზე, ეხლა ვეღარ შეიტანენ, იმიტომ რომ თვითონ უკვე ძალიან დიდი დარღვევა, განადგურება და აი ყველანაირად უკუსვლა ექნებათ. კი, სამართლიანად უკვე სამყარო ადგა თქვენი ოჯახების დასაცავად. კი, აქ კიდე ერთ ქალბატონს ძალიან ჭკვიანი რო ეგონა თავი, რომ აკონტროლებდა ყველაფერს, უფრო მამაკაცების მოყვარული ჩანს ეს ქალი, იცით როგორ, აი რომ როგორ გითხრათ, აი გადმოვარდა თვითონ ფლირტი აქვს, ასე ვთქვათ, ეფლირტავება, მაგრამ ბოლომდე არ მიყავს საქმე, ანუ უნაგირს არ დაიდგავს, ასე ვთქვათ, ხო? და ინტერნეტიდან, სარკეებიდან, აი ეს თქვენი ლიდერობა რო წაგართვეს, თქვენი შეიძლება ზოგი მასწავლებელია, ხო? ან ექიმია ესეთ სიტუაციებში, ხო? აქ ესე იგი ვეღარ შეამჩნევენ, იმიტომ რომ სამყარო დაუკეტავს ყველაფერს და ნახეთ პირდაპირ გზების ჩაკეტვა ამოვიდათ სამყაროდან, ეს გადმოვარდა თვითონ, ძალიან კარგი, ეს უნდა მეთქვა და თვითონ გადმოვარდა. აი ამით დავამთავრებ პირველ ვარიანტს. აბა ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. რა ბუმერანგი დაეწია ჩვენს მტრებს, გოგოებო, ბიჭებო, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის რეზონირდება.
რიტუალებიც და ჩემო გამომწერებო გადადით მეორე არხზე, იქ ვშლი ხოლმე მე და უყურეთ იქ გაშლებს, ხო მოგდით ინფორმაცია, დააჭირეთ ზარს რომ გაშავდეს, რომ მოგივიდეთ ინფორმაცია. აბა მეორე ვარიანტი, აი ახლა პალნალუნიაზე რა ბუმერანგი დაეწია და მიუვიდა თქვენს მტერს. აბა ვნახოთ. ოხოხო, განახლებული, თვითონვე განცვიფრებულები არიან. ეს არის არა მარტო ბუმერანგი, ეს არის, იცით რა, ატკაც რო ვიძახი ხოლმე. ანუ ერთდროული შეიძლება ისინი რო დარტყმებს გიკეთებდნენ, თქვენ იმ დროს შეიძლება არ იცოდით, მაგრამ რთავდით ჩემს რიტუალებს და ანუ უკვე ძალის გადაკეტვაა ეს და ატკატნულ აი თქვენ აქცდათ და იმასთან წავიდა ეგრევე მიცუნცულდა, მიხვდით ხო? აჰა, გასაგებია, ძალიან კარგი. ნუ პირდაპირ ოჯახზე, კი, ოჯახს მეუბნებიან ისევ, ჩასაფრებულები არიან ორი ქალი, შეიძლება დედაშვილია, შეიძლება აქაც დედაშვილს მეუნებიან, აქაც დედაშვილს მეუნებიან, შეიძლება ძალდედამთილია, შეიძლება საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, ესე იგი ერთი არის აი ეგრევე რო ჭრის თავის სიტყვებს, რო არ დანებდება, უფრო თვალთვალი მიმდინარეობს თქვენს ოჯახებზე, თქვენს შიგნით რა ხდება, აქ შეიძლება ბევრს მტერს შეუჩერდა რიტუალების მეშვეობით თქვენი რო აკეთებთ წმენდებს доступი თქვენ ზღურბლზე ვეღარ დგავს ფეხს და ეხლა გათვალიერებთ, ესე იგი გიჟდებიან რომ ვეღარ გართმევენ აი ამ რესურსებს, აი ამ თქვენ რაც წაგართვეს და თქვენზე აკეთებენ და ანახლებენ მთვარის მანიაკები მეთქი რო ვიძახი ხოლმე, აი ეგ ქალები ამოვიდნენ, შეიძლება ერთი დაარიეს, ამასაც მეუბნებიან, თვითონ იმიტომ რომ ოჯახის წევრებად დაჯდნენ ეს ორივე ქალი, სისხლით ნათესავები არიან, აი ხმლები და კვერთხები, კი, და აგერ ჰარმონია, გზების ჩაკეტვა, შეიძლება ამ შვილს ან ერთ-ერთ ქალს წრუპვა უყვარს სასმელის, არც ამას არ გამოვრიცხავ, შეიძლება წამლები დაჭირდეს, შეიძლება გააფრენოს, იმიტომ რომ ძალიან ჩასაფრებული, აი თქვენს ფინანსებზე, ოჯახში, თქვენს საქმიანობაზე, რომ ოჯახში რო შეგაქვთ, მიხვდით ხო? აქ არის წყევლები, აქ არის აი ხმლებთან დაჯდა უყურეთ ოჯახთან აი ეს მსოფლიო დიდი ხანი გებრძვით, დიდი ხანი, ვითომ თავიდან თუნდაც ეს დიშვილი იყოს სიტყვაზე გემეგობრებოდათ, ან თანამშრომლები, მეგობარი, მეზობელი ხო? მაგრამ რა არის იცით? თქვენ დაბლოკეთ ესენი და წვდომა რო აღარ აქვს თქვენ ოჯახში, ვეღარ შემოდის, თქვენს სივრცეში ვეღარ შემოდის, თქვენს რა ხდება, თქვენს თავს არიციან საერთოდ, მიხვდით ხო? და გაგიჟებულები არიან, უყურეთ აი როგორ ამოდის, ესე იგი სრული განხეთქილება, სრული აი ეს დემონები თქვენსკენ გამოშვებულია, ეს სულშნასწები, ლარვები, მიცვალებულები, რა ვიცი, ყველანაირი დისტრუქციული პროგრამები, რაც თქვენ გაგიკეთეს ხო, თქვენ ენერგიებს, აი ეს არის ფსიქოპატური, ფსიქოპატია, აქ არის კიდე ჩადებული გიპნოზირება, ფანტომებზე რომ მუშაობდნენ, აი ეს ყველაფერი მიუბრუნდათ უკან, კიდე აბა ვის და რა ბუმერანგი მიუბრუნდა თქვენს მტრებს. ესე იგი აქ ისევ აი გათამაშდა თითქოს აქ ეს რა არის ერთი ადამიანისთვის ვშლი, ისევ აი ეს მამაკაცი და ეს ახალგაზრდა ბიჭი გათამაშდა. ესე იგი შეიძლება თქვენ შვილს დაარტყეს ფინანსებზე, თქვენს მეუღლეს დაარტყეს, თქვენ შვილიშვილს დაარტყეს, ხო? მაგრამ ხდება ეს მამაკაცის მხრიდან, ან შვილია, ან შვილიშვილია სხვა ქვეყანაში, მიხვდით ხო? ან იყო წასული, აი თქვენი
თქვენი ნათესავი რა, ასე ვიტყვი, აი ამ მამაკაცმა დაარტყა, უფრო ვერძის ნიშანს მეუბნებიან, ცეცხლოვას დაარტყა, ესე იგი თქვენ ოჯახს, დიდი ხანია ჩუმად გებრძვით და ეხლა გამოჩნდა, იმიტომ რომ რიტუალებმა გამოწია და ვინც რიტუალებს ჯერ არა გაქვთ ნაყურები ჩემო ახალო გამომწერებო, ეს მაინც უფალმა ისე ინება, სამყარომ ისე ინება, რომ აი ეს დიდი ხნის ბრძოლა თვითონ დედაბუნება უყურეთ, ადგა დედაბუნება და დაგეხმარათ, ეს იგივე სამყაროა, აბა სხვა რა არის, ხო? თქვენი წინაპრები დაგეხმარნენ, მიხვდით, ხო? და ეს მამაკაცი შეიძლება სტუმრადაც მოვიდა, შეიძლება დაგირეკათ კიდეც, მიხვდით, ზოგს სიყვარული აგიხსნათ თავიდან, ზოგს საჩუქრები, აი ესეთი რაღაცები თამაშდება, შეიძლება ყვავილებიც მოგიტანათ, მიხვდით, ხო? აი რო არ გინდა და რო უცნაურად რო იქცევა ადამიანი და გინდა თუ არა სახში რომ უნდა შემოვიდეს, მიხვდით, ხო? აი ისევ ბალანსი აქვს დაკარგული და ანგელოზები აღარ იცავენ მათ ოჯახს, აი ამ კაცის ოჯახს ანგელოზები აღარ იცავენ, გადაიკეტა ამათვის, თვითონ გადმოვარდა, ხედავთ, თვითონ გადმოვარდა. მტრები რა, ბუმერანგი და ვის, ათიანი ხმლები გასწორებულები არიან, როგორც თქვენ ემოციებზე, გულის ჩაკრაზე, სიყვარულზე და ასე შემდეგ ურთიერთობებზე გირტყავდნენ, გიკეტავენ, ხო? გაგყარეს, შემოყარეს და გადაგყარეს, ასე ვთქვათ, ხო? ერთმანეთისგან არა აქვს მნიშვნელობა სასიყვარულოა თუ ისე ურთიერთობები, ხო? აქ ესე იგი ფინანსებზე იყო, ემოციებზე გარტყავენ ზოგს, რომ მამაკაცები, რომ მანდილოსნებო თქვენ, ესე იგი ის არის აქ თქვენზე მიმართული, ამოგირჩიეს და თქვენ გეგონათ, რომ უყვარდით, მოგატყუეს ბევრმა, ბევრი თანხები დაახარჯეთ, ბევრი თანხები შეწირეთ, დაგაკარგინეს, მიხვდით, ხო? ემოციებით და ქვედა ჩაკრებით, რა თქმა უნდა და აი ეს ყველაფერი, რაც თქვენზე დაწერეს, რაც თქვენზე გამოუშვეს, თუნდაც გაიფიქრეს ჩუმად, ხო? აი ეს ყველაფერი სასაფლავებზე რო იმუშავეს, უკან მიუბრუნდებათ, თავიანთ ჯანში იყოს, ამინ. აბა კიდე ერთი ხაზი ვნახოთ, მეორე ვარიანტი. აქ ახალი ბრძოლა მიმდინარეობს მეორე ვარიანტზე. ახალი ბრძოლა, აბა თქვენი მტრები. მამაკაცი ამოდის აქ, ამ მამაკაცი იცნობდით, აი ვენაცვალე სამყაროს რა, უყურეთ რა. აი მეორე ვარიანტო თქვენც იგივე სამყარო დადგა, სამყარო პრობლემები შეექმნებათ, ყველაფერში ავად გახდებიან, ჩაიკეტებიან, ეხლა თვითონ იქნებიან იზოლაციაში, ვერ გაიგებენ რა ხდება, ვერ გაინძრევიან, სასამართლო პროცედურები ვინც ძალით ჩაგისვეს ციხეში, ეხლა იმათ ექნებათ ეს პრობლემა და საპირისპიროდ გასამართლდებიან, ბალანს დაკარგავენ ბალანს, უკვე დაკარგული აქვთ და გაგიჟდებიან, აქ ხო გეუნები, აქ შეიძლება სუიციდიც გათამაშდეს, მე არ ხუმრობ, გულის ჩაკრა და უყურეთ, მესამე ჩაკრა, სასიცოცხლო ჩაკრა, უყურეთ, რაც მნიშვნელოვანია, გოგოებო, აი ამაზე თამაშობდნენ და ბიჭებო, თქვენზეც აი ამაზე თამაშობდნენ და გეგონათ, რომ ეს სიყვარული იყო, გადაათამაშეთ თქვენს თავზე. ეს არის შეიძლება კალდუნიც ამოვიდეს, შეიძლება ამოჩემებული პიროვნება, მაგრამ ამ ისეთი პიროვნებისგან კეთდება ეს და კეთდებოდა, რომ თქვენ იცნობთ ამ პიროვნებას, იცნობთ, ოჯახებში ხართ შესული, დიდი ხანი ურთიერთობა გქონდათ და ეხლა უკვე დიდი ხანია გებრძვით, იმიტომ რომ შეწყდათ, ან თქვენ შეწყვიტეთ, ან თვითონ იცით როგორ გამოეთიშა რეალურად, ანუ აღარ გენახებათ, მაგრამ გებრძვით.
და რა იქნება ბოლოს, აი განაგრძეთ, იმიტომ რომ მუშაობენ, კიდე მუშაობენ და აი ეს ახალი განახლებული ზუსტად, აი ეს განახლებული, აი ეს ეხლა უყურეთ, საფლავებს ზიან, იჯდნენ ამ პალნალუნიაზე და უყურეთ როგორ მუშაობდნენ, აქ მოსწავლეებიც არიან, მოსწავლეებიც არიან და ბევრი შეცდომებით დაუშვეს, საერთოდ არ დაიცვეს მაგიაში წესები და რა თქმა უნდა სამყარო ამას ასე არ დატოვებს, სამყაროს თავისი წესები აქვს ხალხნო, თავისი წესები აქვს, თავისი განაგრძეთ მუშაობა, გაიწმინდეთ ყველაფერი, ჩაკრები ნახეთ როგორ ამოვიდა, თავი გაიწმინდეთ და მენტალი, გულის ჩაკრა და მესამე ჩაკრა, თუ გინდათ ყველა ჩაკრები ყოველთვეში უნდა გაიწმინდოთ ისედაც გააქვთ თუ არა გაქვთ პორჩა, იმიტომ რომ ჩაკრები არის მნიშვნელოვანი ჩვენ როგორ ვიქნებით და როგორ ვიარსებებთ ჩემო კარგებო. აბა გააკეთებენ კიდე თუ არა ორივე ვარიანტზე საერთო ჯამში ახლა ამოვყრის სამტაროს რა მოვა კიდე განაგრძობენ აბა ვნახოთ აბა მტრები თქვენზე ბრძოლას მაგიურ დარტყმებს მეცით რა არის უკვე ძალას დაკარგავს მაგათი საერთოდ გზები ჩაეკეტებათ მიხვდით ხო მაგათ რაც აქვთ ჩაფიქრებული ესე იგი ილუზიებში დარჩებიან მათი კალესნიცა ესე იგი ბედის ბორბალი უკან დაუტრიალდებათ და ეს რაც ესე იგი შეეძლოთ რომ კარგი ხარშავი მაგიის წარმომადგენელი მაგრამ კანონები ხო უნდა დაიცვა მაგიაში ხო აი ამ ყველაფერს თავის იარაღებს რითიც მუშაობენ ვინც ყავთ დამცველები მიხვდით ხო მოკლედ არ დავასახელებ დაბალ ძალებს აი იქ ყველაფერი არეული იქნება უკვე აერევათ გზები რომც გააკეთონ რამე და იმ მიმართულებით აღარ წამოვა და იმ ტკივილით და იმ სიძნელით და სირთულით აღარ მოგხვდებათ თქვენ ეს გამოშვებული ის არის მაგიით დატვირთული შავი მაგიით დატვირთული და აცდება აიცდენთ უკვე ნახეთ ზურგზე როგორ ესა პლაშში გაქვთ პლედი მოკრული უყურეთ გიცავთ ძალიან კარგი მადლობა სამყაროს დამელოდეთ ავკრიფო ეს არის ისევ ამინი თქვენთან იყო ნინია გამოიწერეთ არხი მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე